ეს წუთია ზურაბ ჭიაბერაშვილმა დატოვა იზოლატორი, ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში რთავაზობთ რა დრებს ქუთაისიდან. და ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება სამუშაო ადგილის შექმნას. ყოფილი პრემიერისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის მიმართ მიმდინარეობს აშკარა პოლიტიკური დევნა და უკავშირდება ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას. მინდა გითხრათ, რომ მე როდესაც ბრალი წამიყენეს, მაშინ ვთქვი, რომ მე ბრალდებას არ ვეთანხმები. ის არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და აბსურდული. გუშინდელი სასამართლო ეხებოდა აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას. მინდა გითხრათ, რომ საოცრად უსუსური იყო პროკურატურის არგუმენტები, თუ რატომ უნდა ყოფილიყო, გნებავთ ვანო მერაბიშვილი ან გნებავთ მე პატიმრობაში. ჩვენ არაერთხელ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ ღია საჯარო პოლიტიკურ მოღვაწეობას და ასად მიმალვას და დამალვას არ ვაპირებთ. მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ, რაც მოსამართლეს უთხარი. როდესაც მე 13 თებერვლის დაკითხვაზე დამიძახეს, იქ პირდაპირ ეწერა, რომ მოწმის სახით ვიყავი დაბარებული და არ ეწერა, რომ გაქვთ უფლება თან იყოლიოთ ადვოკატი. როდესაც მე 20 მაისს ჩამაბარა უწყება თბილისში პროკურატურამ, იქ პირდაპირ ეწერა, რომ არ ეწერა, რომ მოწმის სახით ვიყავი დაბარებული და პირდაპირ ეწერა, რომ გაქვთ უფლება იყოლიოთ ადვოკატი. რამაც შემიქმნა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მე აუცილებლად დამაკავებდნენ დაკითხვის შემდეგ. და ბუნებრივია, მე იმ დილით 21 დილით, როდესაც ავდექი, ჩავალაგე ის ტანსაცმელი, რაც დამჭირდებოდა დაკავების შემთხვევაში, კბილის ჯაგრისიც მათ შორის და ისე გამოვცხადდი დაკითხვაზე. ამიტომ ჩემთვის რა თქმა უნდა, მე არათუ ვფიქრობდი, არამედ დარწმუნებულიც ვიყავი, რომ დაკავება მოხდებოდა და მე არსად არ გავქცეულ ვარ და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, არ ცხოვრებაში არასდროს არც ერთი პრობლემისგან მე არ გავქცეულ ვარ, თუ კი მე ვინმე მიცნობს. და არ ვაპირებ, რომ ახლა დარღვევებზეც საუბრობდით, რომ არ უფლება მოსილი პირის მიერ იყავის. ეხლა პირდაპირ გეტყვით, მე დღესაც და სიცოცხლის ბოლომდე მაქვს ელჩის რანგი და შესაბამისად კანონში პირდაპირ წერია, რომ როდესაც ხდება ელჩის დაკავება, ის უნდა დააკავოს გენერალურმა პროკურორმა ან იუსტიციის მინისტრმა. სამწუხაროდ კანონის ეს ნორმა გათვალისწინებული არ იქნა და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადვოკატებმა ეს ამაზე განმარტება საზოგადოებას და თქვენს ძალიან დაწვრილებით მოგცეს. ეხლა გარდა ამ პროცესუალური დარღვევისა, სიმართლე გითხრათ, კომიკური იყო ის, რომ ერთადერთ მოტივად პროკურატურამ თუ რატომ უნდა ყოფილიყავი მე დაპატიმრებული, გამოაცხადა შემდეგი, რომ ჩვენ ამ მასალას ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში ვიღებდით. ეს იყო ზურაბ ჭიაბერაშვილის პირველი კომენტარი. მე შეგახსენებთ, მან ქუთაისის იზოლატორი ეს წუთია დატოვა.